თუ ცოლი დაგშორდა, შენ აუცილებლად უნდა მოემზადო იმისთვის, რომ დაშორების შემდეგ ქალის შენდამი დამოკიდებულება იქნება ძალიან ცვალებადი. მოგიყვები ახლა რა სტადიების გავლაც მოგიწევთ და რისთვის უნდა იყო მზად. პირველი სტადია არის, როდესაც უცებ ძალიან რბილი და თბილი ხდება. ის გეკითხება როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები, ყავას ხომ არ დალევო. შენ თავისთავად გიჩნდება იმედი, გეჩვენება რომ ეგ არის პოზიტიური სიგნალი მისი მხრიდან. მაგრამ ეგ არ არის მასე. მან უბრალოდ ცივილიზებული შიმპანზეს რეჟიმი ჩართო, რომ მისი მოღალატეობრივი ქცევა ჩარეცხოს. გეტყვი ახლა როგორ მუშაობს ეგ ავტომატიზირებული მექანიზმი. მან შენ გადაგიყვარა, გიღალატა, დაგაღალატა და მიგატოვა. შენ თავისთავად რთავ დისტანცირებას. შალადე კონტაქტები და მხოლოდ ბავშვებზე. და რას გრძნობს ის მაგ მომენტში. რას და დანაშაულს რა თქმა უნდა. ყოველი შენი ცივი პასუხი არის მისთვის იმის შეხსენება თუ რა ნეხვიც აქვს ნაჭამი. მისთვის ეგ არაკომფორტულია და ზუსტად ამიტომ ის გეუბნება, მოდი ნუ გავიფუჭებთ ურთიერთობასო. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ, რაც გვინდა დრამების მოწყობა. ბავშვების გამო ჩვენ ნორმალურად უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთსო. ფაქტიურად მეგობრებად დავრჩეთო გეუბნება. ვთარგმნი ქალურიდან ქართულზე. მე მინდა რომ ოჯახიც დავანგრიო და კარგ ადამიანადაც დავრჩეო. კი ბატონო დაგაღალატე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რატომ იქცევი პატარა ბავშვივით, ისე მოიქეცი ვითომ ყველაფერი კარგადაა, რომ მე მშვიდად დავიძინო ხოლმეო. ხო და გეუბნები, თუ შენ ქალის ამ მანიპულაციას შეჭამ, ის საბოლოოდ დაარწმუნებს თავის თავს, რომ მას არაფერი დაუშავებია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე მას იმის საშუალება, რომ მან თავი მოიტყუოს, რომ მან თავი გაიმართლოს. დაუტოვე მას ის სივრცე, რომ მას სინდისმა შეჭამოს ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვები ფანჯარასთან გელოდებიან, როდის მოვა მამაო. უყუროს ბავშვებს თუ როგორ ელოდებიან ფანჯარასთან შენი მანქანის გამოჩენას. შენ უნდა გახსოვდეს, რომ ის ადრე თუ გვიან ეცდება შენთან ბრჭყალებში მეგობრული დიალოგის დამყარებას. გკითხავს სამსახურში რა ხდებაო. შენ პასუხობ ყველაფერი რიგზეაო. გავიგე რომ უფროსი შეიცვალაო. პასუხობ კი ბატონო შეიცვალა. ბავშვებმა მითხრეს ზოოპარკში იყავითო. პასუხობ კი ვიყავითო. შენ აუცილებლად მოკლედ უნდა უპასუხო ყველანაირი დეტალიზაციის გარეშე. შენ არ ხარ მისი დაქალი, შენ ხარ მისი ყოფილი ქმარი, რომელიც მან მიატოვა. შემდეგ მოდის მეორე სტადია, როდესაც ქალი ხვდება რომ მეგობრობაზე ვერ დაგიყოლია. ამიტომ იწყებს შენი ნერვების პროვოცირებას, რომ მასე მაინც მოახდინოს შენზე გავლენა. მაგალითად, შეიძლება გითხრას, რომ შენი მასეთი ქცევების გამო ბავშვები ზიანდებიანო. არა ჩემო კარგო, ბავშვები უკვე დაზიანდნენ, იმიტომ რომ შენ ოჯახი დააღალატე. მთელი პრობლემაც მაგაშია, რომ ბავშვს მამა უნდა, შენ კი ჯემალი გინდა. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომელსაც აირჩევ. მე მგონი შენ მოვლენათა თანმიმდევრობის პერიოდული შეხსენება გჭირდება. იყო ოჯახი, ბავშვები თავს კარგად გრძნობდნენ. შენ დაამსხვრე ეგ ოჯახი, დაიძაბა ვითარება და ბავშვები თავს ცუდად გრძნობენ. ანუ შენ ხარ ის ადამიანი, ვის გამოც ბავშვები ცუდად არიან. თუ შენი ყოფილი ცოლი გეტყვის, რომ ბავშვივით იქცევიო, შენ შეგიძლია უპასუხო, მე ვიქცევი იმ ადამიანივით, რომელსაც უღალატეს. არ ვიცი რას ელოდები ჩემგან, შამპანიური და ბამბანერკაც ხომ არ გაჩუქო შენი მოღალატეობრივი ქცევის წასახალისებლად. პირადად მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ყოფილი ცოლისთვის იმის შეხსენება, რომ ის მოღალატეობრივად მოიქცა, აუცილებელი კომპონენტია. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის ამას უბრალოდ დაივიწყებს. შენი ქცევითა და მიდგომით მას პერიოდულად უნდა გადასცი ის ინფორმაცია, რომ ის ამ სცენარში გმირი კი არ არის, არამედ რიგითი მოღალატეა, რომელსაც ბავშვების მომავალიც კი სულ ფეხებზე ჰკიდია. შენი მხრიდან დისტანციის სწორი დაცვა არის ერთადერთი რამ, რაც შენს ყოფილ ცოლს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან მშვიდად დაიძინოს. თუ შენ პოზიტიურად იქნები მის მიმართ განწყობილი, ის შეუბრუნდება ბავშვებს და ეტყვის შეხედეთ, დედა სწორად მოიქცა, ყველაფერი რიგზეაო და მშვიდად გააგრძელებს ჯემალისთან საწოლში ჩახუტობანას. თუ შენ ნეგატიურად იქნები მის მიმართ განწყობილი, ის შეუბრუნდება ბავშვებს და იგივეს ეტყვის შეხედეთ, დედა სწორად მოიქცა, კიდევ კარგი რომ დავშორდიო და ისევ გააგრძელებს ჯემალისთან საწოლში ჩახუტობანას. ზუსტად ამიტომ უნდა დისტანცირდე მისგან და სწორად დაიცვა ეგ დისტანცია. ამ სტადიაზე აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც შენს ყოფილ ცოლს შეძულდები. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მეტად ის ადამიანები განიცდიან ჩვენს მიმართ სიძულვილს, ვინც გვიღალატა. არც კონკურენტები და არც მტრები, უშუალოდ ის ადამიანები, ვინც გვიღალატა. შენმა კონკურენტმა შეიძლება აღიაროს შენი უპირატესობა. მტერმა შეიძლება დაგაფასოს კიდევაც. ხოლო მოღალატე კი ვალდებულია რომ სძულდე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ იმის აღიარება მოუწევს, რომ უკიდურესი ადამიანია. ზუსტად ამიტომ, თუ შენი ყოფილი ცოლი აგრესიულად იქცევა, სინამდვილეში ეგ კარგის მანიშნებელია. ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ სწორად იქცევი. ზოგადად ყოფილი ცოლები ერთი და იგივე მეთოდებს იყენებენ, წინასწარ გაწერილი სცენარივითაა.
ისინი ცდილობენ მაქსიმალურად აბსურდული მეთოდებით შენს დადანაშაულებას, რომ შენ თავის მართლების რეჟიმში ჩადგე. მაგალითად, შენ 10 წლის განმავლობაში ოჯახს არ ჩენდი. შენი ყოფილი ცოლი კი გეუბნება მთელი 10 წელი ვითმენდი შენს მაგ გაუსაძლის ხასიათსო. შენ ამ დროს გეჩვენება, რომ სულ გარეკა ამ გოგომ რაებს ბოდიალობსო. მაგრამ მას არ გაურეკავს, ის უბრალოდ მანიპულატორია. ის სპეციალურად გეუბნება ღიად იდიოტობას, რომ შენი პროვოცირება მოახდინოს. რომ შენ უთხრა მას, ხომ არ გაგიჟდი, რაებს ბოდიალობ, მთელი 10 წელი ოჯახისთვის ვიცხოვრეო. მორჩა, შენ წაგებული მხარე ხარ. როგორც კი დაიწყე მისი უაზრო დადანაშაულებებისთვის პასუხისგაცემა, იმ მომენტშივე მის სიმართლეს აღიარებ. შენივე ხელით მიეცი მას იმის ბერკეტი, რომ მან შენ გაგასამართლოს. შენივე ხელით ჩადექი დამნაშავის პოზიციაში. როგორც კი დაიწყებ ქალის ღიად სულელურ არგუმენტებთან კამათს, იმ მომენტშივე მაგ სისულელის ლეგალიზაციას ახდენ. დაიმახსოვრე, სისულელესთან არ კამათობენ, სისულელეს აიგნორებენ. რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს შენზე ის ქალი, რომელმაც შენი ოჯახი დაანგრია. შემდეგ მოდის მესამე სტადია, როდესაც შენი ყოფილი ცოლის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი მამაკაცი. ამ სტადიაზე მისი ქცევა ყველაზე არაპროგნოზირებადია. არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც ის მშვიდდება და უცებ ძალიან კეთილ გოგონად იქცევა. იმიტომ რომ მას აღარ აქვს მიზეზი რომ სცულდე. თქვენ დაშორდით, შენ უკვე წარსული ხარ, მის საწოლში კი ჯემალი წევს. შედეგად მისი შენდამი დამოკიდებულება გადადის აბსოლუტურად ნეიტრალურ მდგომარეობაში. დაიმახსოვრე, როგორც კი შენს ყოფილს სხვა ჩაუწვევა საწოლში, შენ მას ვეღარ იცნობ. მისი სიტყვები, მისი ღირებულებები, მიმიკა, ჩვევები, სოფლხედველობა, აბსოლუტურად ყველაფერი დაიწყებს სწრაფ ცვლილებას. საქმე იმაშია, რომ როდესაც ქალი შეყვარებულია მამაკაცზე, ის იწყებს მისი მსოფლხედველობის დაკოპირებას. მაგალითად ავიღოთ ქალი, რომელმაც ყველა ღამის კლუბის ყველა მამაკაცთა ტუალეტი იცის ზეპირად. თუ მას შეუყვარდება დიდწვერებიანი მართლმადიდებელი მამაკაცი, იცი რას ვიხილავთ ერთ თვეში. კოჭებამდე კაბას, მინიმალურ კოსმეტიკას და თავზე მანდილს. მთელი 4 საათის განმავლობაში ის რეალურად იდგება ხოლმე ეკლესიაში და ლოცვებსაც კი წაიკითხავს. დახედავ და უკვე მას პახმელის სუნის ნაცვლად საკმეველის სუნი ასდის. ის გულწრფელად იმას იფიქრებს, რომ მოკლეკაბიანი ქალები მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიანო. იმის მიუხედავად, რომ ერთი კვირის წინ თვითონ ტრუსის გარეშე დადიოდა. შენ უყურებ მას და ფიქრობ, მე მგონი დაბრძენდა ეს გოგოო. მაგრამ ის არ დაბრძენებულა, მან უბრალოდ ახალი ლიდერის დაკოპირება დაიწყო. ეგ ყველაფერი ჩაკეტილი წრეა. ანუ ეგ ყველაფერი ჯერჯერობით მისთვის სიახლეა. სიახლე კი დოფამინია. დოფამინი კი იქამდეა, სანამ სიახლეა. ვთქვათ გავიდა დრო და ეგ სიახლე უკვე აღარაა სიახლე, დატრიალდა იგივე სცენარი და დაშორდნენ. შემდეგ ვთქვათ შეხვდა ვიღაც ათეისტ ბაიკერს. ზუსტად 2 კვირაში მის მანდილს ნაგვის ურნაში ვიხილავთ ჯვარსკი ლომბარდში. წელზე კი უცებ პეპლის სტატუ გაუჩნდება. კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ქალი ყოველთვის ადაპტირდება იმ მამაკაცზე, ვისაც შეყვარებულია. იმ გამონაკლის 2%-ზე აღარ ვსაუბრობ ხოლმე, რომლებსაც მყარი მსოფლმხედველობა აქვთ, რადგან გამოსადეგი ქალები სულ სხვა ისტორიაა. ხოლო დანარჩენი 98% სულ იცვლება. ხან ასეთია, ხან ისეთია. გააჩნია ვინ შეუყვარდება. მაგალითად, შენი ცხოვრე ქალთან მთელი 10 წელი. გგონია, რომ მას ყველაზე კარგად შენ იცნობ. მაგრამ როგორც კი სხვა მამაკაცის საწოლში თავით ჩახდება, უბრალოდ გამოშტერდები. იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვა ადამიანად გადაიქცევა. ბევრს აწუხებს ეს კითხვა, დაშორების შემდეგ რატომ არ არის ქალის ქცევა მის მიმართ სტაბილური. უკვე ხომ დავშორდით, აწი მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას მისი ცხოვრება აქვს, ყველაფერში ხომ უკვე გავერკვიეთო. მაგრამ 2 შაბათს ის გაფსიხებულია, 3 შაბათს მშვიდია, 4 შაბათს საერთოდ ჩუმადაა, 5 შაბათს ბავშვების ფოტოებს გიგზავნის, ხოლო პარასკევს კი გეუბნება, რომ შენ მისი ცხოვრება გაანადგურე. ამ ყველაფრის ახსნა ძალიან მარტივია. მის ემოციურ შემადგენელზე პირდაპირ გავლენას ახდენს ის ყველაფერი, რაც ხდება მის ცხოვრებაში. და თუ მას ახალი მამაკაცი ჰყავს, მაშინ პირდაპირ გავლენას ახდენს ის ყველაფერი, რაც მათ ურთიერთობაში ხდება. მაგალითად, თუ ყოფილი ბრაზდება, ესე იგი მისი მოლოდინი და რეალობა რატომღაც არ დაემთხვა. შეიძლება მაგ ახალმა ჯემალიმ უთხრა, რომ ჯერჯერობით არ არის მზად ერთად ცხოვრებისთვის. ან შეიძლება უბრალოდ რაღაც გაუთხოვდა ჯემალისგან. მოკლედ, თუ შენი ყოფილი გაფსიხებულია, ეგ იმას ნიშნავს, რომ მას არ მოსწონს ის, რაც ხდება მის ახალ ურთიერთობაში. თუ ყოფილი გაქრა რადარიდან გაიგნორებს, ან მესიჯებზე პაუზებით გპასუხობს, დიდი ალბათობით ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე აქვს და შენ მას უბრალოდ არ აინტერესებ. თუ ის შენთან დაახლოვებას იწყებს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯემალისთან ყველაფერი დასასრულისკენ მიდის. და თუ ის ისტერიკებში ვარდება და გეუბნება, რომ შენ მისი ცხოვრება გაანადგურე, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯემალისთან სერიოზულად იჩხუბეს.
შეიძლება დაშორდნენ კიდევაც. თუ ყოფილი ძალიან მკაცრად და ოფიციალურად გელაპარაკება, თუ მაქსიმალურად მოკლედ გპასუხობს და გაურბის შენთან შეხვედრას. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯემალი შენზე ძალიან ეჩვიანობს და ტვინს უბურღავს. ხოლო თუ მან დაიწყო წუწუნი და იმის ახსნა, თუ რამდენად ურთულდება ცხოვრება, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ის იმედგაცრუების სტადიაზე გადავიდა. ანუ ის ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება ზღაპარივით გახდებოდა, სადაც ჯემალი ყველა მის პრობლემას მოაგვარებდა. მაგრამ ყველა პრობლემა პირიქით უფრო გართულდა, ხოლო ჯემალიმ კი პირიქით ახალი პრობლემები დაამატა. თუ ის წუწუნებს, ესე იგი ჯემალი მას ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ მას ძალიან სწვენია შენთვის ამის თქმა. თუ შენი ყოფილი ძალიან აქებს ჯემალის, რომ ის ყველაფრით გჯობიაო, ესე იგი ის თვითონვე არ არის დარწმუნებული თავის ნათქვამში. ეგრე რომ იყოს არანაირი აზრი არ ექნებოდა მაგ ყველაფრის გაჟღერებას, უბრალოდ ჩუმად დატკბებოდა ცხოვრებით. თუ ყოფილმა დაიწყო ბავშვების განწყობა შენს საწინააღმდეგოდ, ესე იგი უკვე შიგნიდან დაეწყო ღრღნა. რადგან უკვე იაზრებს, რომ ოჯახის დანგრევით მან ფატალური შეცდომა დაუშვა. მაგრამ მისმა სიამაყემ და დაგროვებულმა ნეგატივმა დაუხურეს უკანდასაბრუნებელი გზა. მას აღარც უკან დაბრუნება შეუძლია და არც საკუთარი თავის პატიება მაგ ფატალური შეცდომის გამო. ერთადერთი რაც მას შერჩენია, არის შენზე შურისძიება. თუ შენ მასზე მეტად განიცდი, ეგ მას ოდნავ აწყნარებს ხოლმე. ეგ იგივეა, როდესაც ვიღაც იხრჩობა და ცდილობს, რომ ვინმე ჩაიყოლოს. უბრალოდ არ უნდა, რომ მარტო მოკვდეს, რადგან მას ემოსაწყენია. იცით რა არის მამაკაცისთვის დაშორების შემდეგ ყველაზე რთული? რა და ქალი, რომელთან ერთადაც მან მისი ცხოვრების 10 წელი გაატარა, ერთი წვეთითაც კი რომ არ უთანაგრძნობს. პირდაპირ ცრემლიანი თვალებით რომ მიხვიდე შენს ყოფილ ცოლთან და უთხრა, რომ ძალიან ცუდად ვარ. ყოველდილას ვოცნებობ, რომ ისევ ბავშვებმა გამაღვიძონო. იცი რა მოხდება თუ შენ შენს ცრემლიან გულწრფელობებს მოუყვები შენს ყოფილ ცოლს? ის უბრალოდ გაფსიხდება. შენ მის თვალებში ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ნახავ. სამაგიეროდ ნახავ ბრას. სადღაც პაპას დუქანში მჯდომი ვიღაც რენდომ თვრალი კაციც კი გითანაგრძნობს, შენი შვილების დედა კი არა. ვიღაც არალეგალი ინდუსი ტაქსისტიც კი, რომელსაც არ ესმის ქართული შეიგრძნობს შენს ტკივილს, შენი შვილების დედა კი არა. და იცი რატომ? იმიტომ რომ დაშორების ისტორიაში მხოლოდ ერთი მხარე უნდა იყოს დაზარალებული. ხოლო ეგ ადგილი უკვე დაჯავშნილია. როდესაც შენ ცრემლი მოგდის, ის ბრაზდება. ის ფიქრობს, რა პონჩი გაქვს პრეტენზია დაზარალებულის პოზიციაზე, ეგ ჩემი ადგილიაო. და რაც უფრო ხმამაღლა იტირებ, მით უფრო მაგრად მოუნდება, რომ გლიჯოს შიგ სახეში. ახლა საშინელ რაღაცას ვიტყვი, თუმცა რეალისტურს. თუ ცოლმა გიღალატა, ძალიან დიდი ალბათობით მას გაუხარდებოდა შენ რამე რომ მოგსვლოდა. სანამ ცოცხალი ხარ, სახიფათო მოწმე ხარ. შენ შეგიძლია ბავშვებს მოუყვე, რომ დედა მოღალატია. საერთო ნაცნობებს და მეგობრებს შეგიძლია მოუყვე. შენ ხარ მისი ალტერნატიული ვერსიის მცოდნე და მატარებელი, რომელსაც არავინ იცნობს. მაგრამ როგორც კი კუბოს ხუფი დაიხურება, მას შეუძლია თქვენი ისტორიის ინტერპრეტირება ისე, როგორც მოესურვება. ქმარს გაშორებული, მაინც უარყოფითი იარლიქია, ხოლო ქვრივი უკვე სტატუსია. ქვრივის განსჯა არ შეიძლება, ქვრივს მხოლოდ უთანაგრძნობენ. არავინ ჰკითხავს, რატომ დაშორდი ქმარსო. აღარ მოუწევს უხერხულ კითხვებზე პასუხების მოფიქრება. შენი დასასრული მის რეპუტაციას ბოლომდე ათეთრებს. მაგრამ ეგ დასასრული უნდა იყოს შემთხვევითი. მაგალითად დენმა დაგარტყა, ან ფეხი გაგიცურდა აბაზანაში. შენი დაკრძალვის პროცესში კი ის იტყვის, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი იყავი, ასეთი რამ როგორ შეგემთხვა. მაგრამ მწუხარების ნაცვლად ის შვებას იგრძნობს. არა მარტო ქალი, მე ბევრი მამაკაციც გამომიტყდა, რომ როგორც კი ვიღაც საყვარელი გამოუჩნდა, ისეთ აზრზე გამოიჭირა საკუთარი თავი, რომ შემთხვევით მის ცოლს რამე რომ მოსვლოდა, დიდად არ ეწყინებოდა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი ირყნება, ან ღალატზე რომ მიდის, მისი გონება იბინდება. მაგრამ მთელი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ეგ ყველაფერი დროებითია. ერთ მშვენიერ დღესაც შენი ყოფილი ცოლი გაიაზრებს, რაც დააშავა. პირადად ჩემთვის ადამიანს არაერთხელ დაუღალატებია, მაგრამ მე სანაცვლოდ არაფერი მიქნია. არც კი გაუბრაზებულ ვარ. და ყოველჯერზე გარკვეული დროის შემდეგ მოვლენები ისე ლაგდებოდა, რომ ეგ მოღალატე ადამიანი თავისივე ფეხით მოდიოდა და ცრემლიანი თვალებით პატიებას ითხოვდა. ყოველჯერზე ისეთ ვითარებები იყო, რომ ზოგი მათგანი შემწოდებია კიდევაც. მე გულწრფელად მჯერა, რომ ყოველ ჩვენს ქცევას და ქმედებას მოაქვს თავისივე კანონზომიერი შედეგი. ყოველი მიყენებული ტკივილი არის გათვალისწინებული და პასუხი აუცილებლად გაეცემა. თუ შენ ვინმეს ატკინე, იგივე ტკივილი პროცენტით დაგიბრუნდება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი პირადად ჩემთან მიმართებაში ღიად არასწორად მოიქცა. ვინც მიცნობდა და იცოდა ეგ ვითარება, მეკითხებოდა რას აპირებო. და ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ერთი თითის გატკაცუნებით მოგვარდებოდა ეგ საკითხი. მაგრამ მე ეგ არ გამიკეთებია.
არაერთხელ მომინდა, მაგრამ უბრალოდ შევაჩერე ჩემი თავი და უბრალოდ დავიკიდე. 3 წლის შემდეგ ეგ პიროვნება ვიხილე ჭაობში. თან რომ იხრჩობა და თან რომ ვერ იხრჩობა. გულწრფელად რომ შეგეცოდება ისეთ ვითარებაში იყო. ვუყურებ მის განცდებს და ხვდები რომ ეგ არ არის შემთხვევითი. ზუსტად ამიტომ, შენი ყოფილი ცოლის ჯინაზე არაფრის კეთება არ არის საჭირო. მიუშვი და ცხოვრება თვითონ გაერკვევა მასთან. როდესაც შენს ყოფილ ცოლს ეკონტაქტები, არავითარ შემთხვევაში შენი მის დამიწყენების შესახებ არ ესაუბრო. რანაირად შეძელია მის გაკეთება, ეს როგორ ქენი, ასე როგორ მოიქეცი, ის რატომ ქენი და ასე შემდეგ. არ არის საჭირო ეს ყველაფერი და მით უმეტეს არ არის საჭირო შენი მხრიდან აგრესია. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ შენ ჯერ კიდევ გინდა ის. შენ უნდა ეკონტაქტო მას მაქსიმალურად მშვიდად და ნეიტრალურად, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება უნდა იგრძნობოდეს შენს მისდამი დამოკიდებულებაში. და რაც ყველაზე მთავარია, რა შეცდომასაც უმეტესობა უშვებს არის შემდეგი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილ ცოლთან საყოველთაო თემებზე საუბარი. ამინდზე, პოლიტიკაზე, ჯორებზე, სამსახურზე და მით უმეტეს პირადზე. ღია საუბრები უნდა გქონდეს მხოლოდ ჩვენს ახლობლებთან. ან მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაახლოვებას ვაპირებთ. ეგ კი ის ქალია, რომელმაც უბრალოდ შენი შვილი გააჩინა. ბავშვების შესახებ შენ შეგიძლია საკითხის დეტალიზირება ისე როგორც მოგესურვება და როგორც საჭიროდ ჩათვლი. რამდენიც გინდა და როგორიც გინდა ისეთი კითხვები შეგიძლია დაუსვა. ამაში არაფერი პრობლემა არ არის. მაგრამ ყველა დანარჩენი საკითხი უნდა იყოს მინიმიზირებული. ის პერიოდულად აუცილებლად შეეცდება შენი განწყობის გადამოწმებას. და როგორ აკეთებს მაგას, როგორ ცდილობს ქალი მამაკაცის განწყობის შემოწმებას, ჯერ კიდევ განიცდის ის ჩემს მიმართ რამეს თუ ფეხებზე ვკიდივარო. როგორდაც ცდილობს რომ აი ასე ლამაზად და საყვარლად დაგელაპარაკოს ნებისმიერ საკითხზე. შემდეგ კი გიყურებს თუ როგორ რეაგირებ. თუ შენ შეყვები მას დიალოგში, დაიწყებ რაღაც განხილვებს, აქ უკვე ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. მაგრამ თუ შენ მშრალად პასუხობ, ისე რომ ეგ დიალოგი დასრულდეს და შემდეგ ისევ ბავშვებზე წვრი თემას, აი აქაც ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. ის ხვდება რომ შენ უკვე დისტანცირებული ხარ მისგან, უკვე რომ დააწესე საზღვრები რომელიც მან არ უნდა გადაკვეთოს. ხვდება რომ შენი მისდამი დამოკიდებულება უკვე შეცვლილია. და დღეიდან ზუსტადაც ასე უნდა მოიქცე. თუ შენ ამ არხს პირველად წააწყდი, აუცილებლად მოусმინე სხვა ლექციებსაც დაშორების საკითხზე. ხოლო თუ ბევრი დროის დახარჯვა არ გინდა და სწრაფი შედეგის მიღება გინდა, შეგიძლია პირდაპირ დახურულ კურსებზე გადახვიდე. ბმულები აღწერაში და პირველ კომენტარშია.